ერთ მოცემულ ვიდეოში განვიხილავთ კიდევ რა ტიპის რესურსები შეიძლება შეიქმნას Canva.com საიტის გამოყენებით. ავირჩიოთ ღილაკი Create Design. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს იმისათვის, რომ შევქმნათ კიდევ სხვა ტიპის რესურსი. მაგალითად, ამ ეტაპზე ავიღებ ბროშურას. გადავდივარ მართვის პანელზე, სადაც საიტი მთავაზობს ავირჩიო უკვე მზა ტემპლეიტები, როგორც ხედავთ, დალაგებული არის თემების მიხედვით და შემიძლია ჩემთვის სასურველი ბროშურის თემა ავირჩიო, მაგალითად აი ეს, ავირჩიო პირველი გვერდი და მეორე გვერდი. ტექსტის და ინფორმაციის შეტანა ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია, საკმარისია ჩავაწყაპონოთ და დავიწყოთ ჩვენთვის სასურველი ტექსტის შეყვანა. როგორც ხედავთ, გვაქვს ასევე ტექსტის დაფორმატების შესაბამისი ღილაკები. შემდეგი ღილაკი მარცხენა მინუში გვაქვს Upload ღილაკი, რომლის საშუალებით ხდება ჩვენთვის სასურველი სურათის, ვიდეოს, აუდიო ფაილის ატვირთვა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის უფასო. შემდეგი ღილაკი არის ფოტოები, სადაც უკვე წარმოდგენილია უზარმაზარი ბიბლიოთეკა ფოტოების, რომელიც დალაგებული არის თემატური ერთეულების მიხედვით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვირჩევთ სურათებს, რომელსაც უწერია free, თუ შესაბამისად free არ აწერია, ეს სურათები არის ფასიანი და შემდგომ შენახვის დროს აუცილებლად ხელს შეგუშლის. სურათის შემოტანა ძალიან მარტივად ხდება ერთი დაწყაპონებით და ის გადმოდის სამუშაო არეზე. შემდეგი ღილაკი არის Elements, სადაც გვაქვს სხვადასხვა ტიპის ელემენტები. ბიბლიოთეკა აქაც ძალიან მდიდარი გვაქვს. არ ვირჩევთ მხოლოდ იმ ფიგურებს, რომლებსაც ნიშნულში free-ს გარდა აქვს ესეთი ესე ვთქვათ გვირგვინი, Pro ვერსია, ეს ვერსიები ამ შემთხვევაში არის ფასიანი და მაქსიმალურად ვცდილობ დავირჩიოთ free ვერსიები. ბიბლიოთეკა იმდენად დიდი არის, რომ დააკმაყოფილებს თქვენს ესე ვთქვათ ინტერესებს. შემდეგი ღილაკი არის ტექსტი, საიდან შეგვიძლია შემოვიტანოთ სხვადასხვა დიზაინის ტექსტი, მაგალითად აი ეს ავირჩიოთ და დავაწეროთ აქ მაგალითად სათაური Canva. შეგვიძლია შრიფტი დავაპატარავოთ, ამის საშუალება რა თქმა უნდა. შემდეგი ღილაკი არის მუსიკალური ფაილები, საიდან ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ უკვე მზა მუსიკალური ფაილები, ოღონდ როგორც უკვე აღვნიშნეთ, Pro ვერსიებს არ ვირჩევთ, რადგანაც ეს არის ფასიანი ვერსიები. ასევე შეგვიძლია ვიდეოების შემოტანა, ძალიან მოკლე საინტერესო ვიდეოები არის, რომლებიც შეგვიძლია ძალიან მარტივად შემოვიტანოთ ჩვენს ასე ვთქვათ ბროშურაში ამ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ვერსია სახე ექნება ჩვენს ბროშურას. ასევე შეგვიძლია შევცვალოთ უკანა ფონები. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს, აქაც free ვერსიების, უფასო ვერსიების და უკანა ფონების შექმნის. შეგვიძლია ავირჩიოთ რომელიც ფონი. სულ ეს არის ღილაკების ასე ვთქვათ ფუნქციონალი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია Canva-ს ამ შემთხვევაში ბროშურაში დავამატოთ.